ყველაფრის უკან, რაც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ხდება, დგას ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება, რომელიც ხსნის, რატომ არის ყველაფერი იქ, სადაც არის. როდესაც დღევანდელ ეპიზოდში ბოლო მოვლენებს აღწერთ, თქვენს ნათლად დაინახავთ ამას. ამჟამად მთელი ყურადღება პირდაპირ ჰორმუზის სრუტეზეა მიმართული, მაგრამ ჩვენ ასევე მეტაფორულადაც იქ ვართ. ჩვენ მოძრაობთ ვიწრო გზაზე იმ მიღწევებს შორის, რაც ცეცხლის შეწყვეტამდე მოხდა და იმაზე, რასაც ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ მივახცევთ. ერთ მხარეს არის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ბოლო კვირების სამხედრო წარმატებებმა შექმნა. მეორე მხარეს კი დგას რეალობა, ვისთანაც გვაქვს საქმე და გაურკვევლობა იმისა, რა მოხდება შემდეგ. სიტუაციას საუკეთესოდ აღწერენ ორი ანალიტიკოსი, რომლებიც ამ კვირაში ჩემს გადაცემაში, ებრაულად რადიო გალაი ისრაელზე ინტერვიუ ჩამოვართ. ორი ადამიანი, რომელთაც აქამდეც ციტირებდი და ინტერვიუ ავიღე ამ პოდკასტში და ორივეს აქვს საინტერესო, თუმცა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები მიმდინარე მოვლენებზე. პირველი არის მოშე აშქენაზი. მოშე ხატავს ერთ სურათს, ირანში არსებული რეჟიმის სურათს, რომელიც გამოფიტულია, დასუსტებულია და დრო ეწურება. მისი აზრით, ირანი დღეს მხოლოდ გარსია, ქვეყანა, რომელიც შეიძლებოდა რეგიონული ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ამის ნაცვლად საკუთარ ქვეყანაში მცირერიცხოვანი სასტიკი ელიტის მძევალი გახდა. ის აღწერს მოსახლეობას, რომელიც თავს ტყვედ გრძნობს, უსმენს თავის ლიდერებს, რომლებიც გამარჯვებას აცხადებენ, მაშინ როცა ისინი ელემენტარული საჭიროებებისთვის, მაგალითად წყლისთვის იბრძვიან. ის ამტკიცებს, რომ ირანის რეჟიმის ხელმძღვანელობა ახლა უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე. მას აღარ აქვს ის გამოცდილება, ავტორიტეტი და დაშინების ინსტრუმენტები, რაც ადრე გააჩნდა. აშქენაზი მიუთითებს ეკონომიკურ იზოლაციაზე, ირანის პროქსების კოლაფსზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენის უუნარობაზე და რიგითი ირანელების მზარდ შინაგან უკმაყოფილებაზე. ის მიიჩნევს, რომ რეჟიმი ყველა დონეზე დაჭრილია, სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და რომ ახლა მისი გადარჩენის რეალური საფრთხე შიგნიდან მოდის. ადრე თუ ფიქრობდა, რომ რეჟიმი შეიძლება 5 წელიწადში დაინგრეს, ახლა სჯერა, რომ ეს ვადა ბევრად უფრო მოკლე შეიძლება იყოს. მაგრამ არის კიდევ ერთი ხედვა, რომელიც ეკუთვნის დოქტორ დორონ მაძას. ის აფრთხილებს, რომ ტაქტიკური გამარჯვებები ავტომატურად არ ნიშნავს სტრატეგიულ წარმატებას. ის პარალელს ავლებს წარსულ კონფლიქტებთან ღაზაში, სადაც ისრაელმა წლების განმავლობაში ტაქტიკური გამარჯვებები მოიპოვა ლიდერებების მიზანში ამოღებით, დაბომბვებით, ოპერაციული დომინირებით ჰამასთან მრავალჯერად დაპირისპირებებში. და მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევეჯახეთ 7 ოქტომბრის სტრატეგიულ კატასტროფას. მისი არგუმენტია, რომ ირანმა, ისევე როგორც ჰამასმა მანამდე, ისწავლა დასავლეთის სისუსტეების გამოყენება. მაცაჰი გამოკვეთს 3 მთავარ პუნქტს. პირველი, ეკონომიკური ომი. ირანმა ისწავლა, როგორ გამოიყენოს დასავლეთის დამოკიდებულება ეკონომიკურ სტაბილურობაზე, შექმნას დილემები, რომლებიც ზღუდავს ამერიკის მოქმედებებს. მეორე, კულტურული განხეთქილება. დასავლური საზოგადოებები კომფორტსა და ცხოვრების ხარისხს ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ როცა ირანის ხელმძღვანელობა მზადაა გაჭირვება აიტანოს გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად. და მესამე, რასაც ის ამერიკის შეერთებული შტატების ჰოქმანს უწოდებს. მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, ვაშინგტონი გადამწყვეტ ოპერაციულ ქმედებებზე მოლაპარაკებსა დოლაპარაკებებსა და საზღვაო ზეწოლას ამჯობინებს. დოქტორი მაცა ამტკიცებს, რომ რაოდენობრივ ტაქტიკურ გამარჯვებებზე პრიორიტეტის მინიჭება, მაგალითად ინფრასტრუქტურის განადგურება, გრძელვადიან სტრატეგიულ უსაფრთხოებად არ გარდაიქმნება და ხშირად ქმნის უსაფრთხოების ცრუ შეგრძნებას, რომელიც ხარისხობრივ საფრთხეებს უგულებელყოფს. და ის პირდაპირ გაფრთხილებასაც ამატებს. მიმდინარე პაუზა, ლოდინის რეჟიმი ირანს აძლევს დროს, რომ ძალები მოიკრიბოს, აღადგინოს რესურსები და საკუთარი სიურპრიზები მოამზადოს. მისი დასკვნით ეს მიდგომა სტრატეგიულ მარცხამდე მიხავს, როდესაც დაუყოვნებელი ტაქტიკური წარმატებები ვერ აფერხებს ეკონომიკურ ზეწოლას და ვერ პასუხობს მტრის გრძელვადიან მიზანდასახულობასა და ოპერაციულ შესაძლებლობებს. როგორც ხედავთ, ერთი მხრივ მოშე აშქენაზი აღწერს რეჟიმს, რომელიც შიგნიდან ინგრევა, იზოლირებულია, დასუსტებულია და დრო ეწურება. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ხედვა დოქტორ მაძასგან, რომელიც აფრთხილებს, რომ ირანს დიდი გამოცდილება აქვს დართმების გადატანის, ხოქმანის გამოყენებისა და დროის თავის სასარგებლოდ გამოყენების. ორი ანალიტიკოსი, ერთი და იმავე მომენტის ორი სრულიად განსხვავებული შეფასება. და ჩვენ ზუსტად შუაში ვართ, მათ შორის ვიწრო სრუტეში, ცდილობთ გავიგოთ, რომელი მიმართულებით წაიღებს დინება. მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა დგას შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ლიდერი, რომელიც არ თამაშობს იმ წესებით, რასაც მსოფლიო დასავლეთისგან ელოდა. არავინ იცის, რა მოულოდნელი სვლა აქვს მას დამალული და სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი. მას ერთი მიზანი აქვს. რა არის შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესი? სანამ გავაგრძელებდე, მინდა სწრაფად გადავხედო ამ კვირაში ირანთან დაკავშირებულ მოვლენებს, რადგან ეს აუცილებელ კონტექსტს აძლევს იმ დილემას, რომელზეც ახლახან ვისაუბრე.
ოთხშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება კიდევ 2 კვირით გაგრძელდეს. თუმცა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა ეს უარყო. პაკისტანი მაქსიმალურად ცდილობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდეს, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა თავისი პოზიციები არ შეცვალა. ირანელებმა თავდაპირველად ჰორმუზის სრუტე ტაქტიკური ზომის სახით გადაკეტეს, რაც მიზნად ისახავდა ეკონომიკური ზეწოლის მოხდენას შეერთებულ შტატებზე. ტრამპმა ამას გადააჭარბა სრუტის სრული ამერიკული ბლოკადით, რაც უკვე სტრატეგიულ ნაბიჯად იქცა და გავლენას ახდენს სიტუაციაზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა მოლაპარაკებებში შესასვლელად ახალი მოთხოვნები წამოაყენა. მოთხოვნები, რომლებიც უმეტესობისთვის არარეალურად მიიჩნევა, მათ შორის ისეთი პირობები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეზღუდავდა ASEAN-შისა და რეგიონის სამხედრო მოქმედებებს. გაეროს საბჭოს ამ კვირის შეხვედრაზე ირანმა მოითხოვა კომპენსაცია არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ირანის მტკიცებით მათ თავს დაესხნენ. ამ მოთხოვნების ტონი გვაფიქრებინებს, რომ თეირანი ცდილობს ძალის დემონსტრირებას, მიუხედავად არსებული სისუსტეებისა და ამავდროულად მსხვერპლის როლს თამაშობს. სად გვინახავს ეს ადრე? ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ზავის მიუხედავად ირანმა თავდასხმები განახორციელა არაბეთის ყურის ქვეყნებზე და დაარღვია წინა შეთანხმებები. ეს ქმედებები ირანის მცდელობაა, რომ მეზობელ მთავრობებზე ზეწოლა მოახდინოს და აჩვენოს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია რეგიონული სტაბილურობის დარღვევა. ირანმა ასევე დააწესა ახალი შეზღუდვები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლაზე, რამაც კომერციული გადაზიდვების გაურკვევლობა გამოიწვია და გაზარდა შეშფოთება ნავიგაციის თავისუფლების შესახებ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყლის გზაზე. ამ ნაბიჯმა კიდევ ერთი დაძაბულობის ფენა დაამატა უკვე არასტაბილურ სიტუაციას და ASEAN-ს უბიძგა ემოქმედა და ტერიტორიის კონტროლი დაემყარებინა. დიპლომატიური თვალსაზრისით პაკისტანში გაიმართა მოლაპარაკებები, რომლებიც შესაძლო დეესკალაციის გზების შესწავლას ისახავდა მიზნად. ამ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები ჩაიშალა. ASEAN-ის დელეგაცია გავიზიანებული გამოვიდა მოლაპარაკებებიდან და მიზეზად ირანის მოუქნელობა და ძირითადი უსაფრთხოების საკითხებზე სერიოზული ჩართულობის უარყოფა დაასახელა. აქ არაფერია ახალი. შეხვედრის ჩაშლამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რამდენად დიდია განსხვავება ორ მხარეს შორის. ეხლა ისინი ბრუნდებიან, რომ ბოლო მცდელობა გააკეთონ ამ შაბათ-კვირას. ამ მოვლენების ერთობლიობა ქმნის სურათს რეჟიმისა, რომელიც ერთდროულად აჩვენებს დაუმორჩილებლობას, ცდის საზღვრებს და ცდილობს ჩამოაყალიბოს ნარატივი. მიუხედავად იმისა, რომ ის აწყდება მზარდ, შიდა და გარე ზეწოლებს, ეს ყველაფერი აძლიერებს მათ რწმენას, რომ დრო მათ მხარესაა და საკუთარი ბედი თავად აკონტროლებენ. მაშინ როცა მსოფლიო ყურადღებას ამახვილებდა ირანთან მოლაპარაკებებსა და იქ მიმდინარე მოვლენებზე, ლიბანში ჰეზბოლასთან დაკავშირებული ვითარება განაგრძობდა განვითარებას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელმა გააძლიერა დარტყმები ჰეზბოლას საყრდენებზე, სამიზნე დაიღო სარდლობის ცენტრები, სარაკეტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური ხაბები. ამავე დროს ისრაელის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები განაგრძობს ჰეზბოლას ძალების ლიტანის მდინარის ჩრდილოეთით გადაწევას და ქმნის იმას, რასაც ისრაელის ოფიციალური პირები ფუნქციურ ბუფერულ ზონას უწოდებენ, რომელიც მიზნად ისახავს ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებისთვის საფრთხის შემცირებას. ირანმა ამით ახალი სირთულე დაამატა. ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში შესვლის პირობების ფარგლებში თეირანმა მოითხოვა, რომ ისრაელს ლიბანში ოპერაციები შეეჩერებინა, რითაც ჰეზბოლას ფრონტი უფრო ფართო რეგიონულ მოლაპარაკებებთან დააკავშირა. ეს არ არის არაფრის მეტი თუ არა მცდელობა, რომ ჰეზბოლა დამატებითი დანაკარგებისგან დაიცვან და ირანის გავლენა მოლაპარაკებების ფორმატზე კიდევ ერთხელ განამტკიცონ. ამის მიუხედავად, ისრაელი დათანხმდა მონაწილეობა მიეღო მშვიდობის მოლაპარაკებებში და არა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა ლიბანის მთავრობასთან ვაშინგტონში. პირველ რაუნდში, რომელიც ამ კვირაში გაიმართა, ისრაელის ელჩი ASEAN-ში იაჰელ ლაიტერი ძალიან ოპტიმისტურად ჟღერდა. მან ისაუბრა დიპლომატიური არხების შესწავლის მზადყოფნაზე და აღნიშნა, ციტირებ, ლიბანის მთავრობამ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ისინი აღარ იქნებიან ჰეზბოლას ოკუპირებულნი და რომ ირანი დასუსტებულია. ჰეზბოლა მნიშვნელოვნად დასუსტებულია. ლაიტერმა დაამატა, რომ ეს შესაძლებლობაა. კარგი ვნახავთ. ამასობაში ჰამასმა კვლავ განაცხადა, რომ არ განაიარაღდება. ტერორისტული ჯგუფის განაიარაღება იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ოქტომბერში გაფორმდა, მაგრამ მას შემდეგ ჰამასმა არაერთხელ განაცხადა, რომ იარაღს არ ჩააბარებს. ტრამპის მიერ დანიშნული მშვიდობის საბჭოს ვადა, რომლის მიხედვითაც ჰამასს განაიარაღების წინადადებაზე უნდა დაეთანხმებინა, ამოიწურა. ვადა ითვალისწინებდა, რომ ტერორისტულ ჯგუფს გეგმა გასული კვირის ბოლომდე უნდა მიეღო. და როგორ პასუხობენ გაერო და ევროპული მთავრობები ამას? იზრდება ისრაელის მიმართ კრიტიკა. რამდენიმე ევროკავშირის სახელმწიფომ საჯაროდ მოუწოდა ისრაელს შეამციროს თავისი ოპერაციები რეგიონული დესტაბილიზაციისა და ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ გაფრთხილებით. იტალიამაც კი გამოაცხადა ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერება. როგორ უნდა გადავითანოთ ეს?
ეს ზეწოლა პიკს მიაღწია მაშინ, როდესაც საფრანგეთმა ისრაელსა და ლიბანს შორის შუამავლობა შესთავაზა. თუმცა ისრაელმა საბოლოოდ უარი თქვა ამ წინადადებაზე, მიუთითა რა ნეიტრალიტეტსა და ეფექტურობაზე არსებული ეჭვები. და კიდევ არის თურქეთი. სტამბოლის პროკურატურამ შაბათ-კვირას წარადგინა ვრცელი ბრალდების აქტი 35 მაღალი რანგის ისრაელის ოფიციალური პირის, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ, გასული წლის ოქტომბერში ისრაელის საზღვაო ძალების მიერ ღაზისკენ მიმავალი სამუდის ფლოტილიის დაკავებასთან დაკავშირებით. თურქი პროკურორები ითხოვენ მკაცრ სასჯელებს, მათ შორის სამუდამო პატიმრობას, ასევე გრძელვადიან სასჯელებს, რომლებიც ისრაელის ლიდერებისთვის 1100-დან 4500 წელზე მეც მოიცავს. თურქმა ოფიციალურმა პირებმა ასევე მკვეთრად გაამკაცრეს რიტორიკა და ისრაელის ქმედებებს ლიბანში მკაცრი გაფრთხილებები მისცეს. ისინი მიუღებლად შეაფასეს და ძალის გამოყენებით, ასევე ისრაელში შეჭრითაც კი დაიმუქრნენ, თუ ჩვენი ოპერაციები გაგრძელდება. ამ განცხადებებმა კიდევ ერთი დიპლომატიური დაძაბულობის ფენა დაამატა უკვე გადატვირთულ რეგიონულ გარემოს. თუ ყველაფერს ერთად შევხედავთ, ამას ვხედავთ. მაშინ, როცა ირანი დიპლომატიურად და სამხედრო თვალსაზრისით მანევრირებს ჩრდილოეთის ფრონტის საერთაშორისო ზეწოლის, რეგიონული პოზიციონირებისა და კონკურენტი ინტერესების ფოკუსურ წერტილად იქცა, რომლებიც ყველა ისრაელის და ჰეზბოლას დაპირისპირებაზე კონცენტრირდება. საკმაოდ აბსურდულია, როცა ფიქრობ იმ აქტორებზე, რომლებიც ცდილობენ პროცესში ჩართვას და ხედავ, როგორი წარსული აქვთ მათ რეალურად. ჯერ პაკისტანს მიუბრუნდეთ, რომელმაც თავი შუამავლად წარმოაჩინა. ეს არის ბირთვული ისლამური რესპუბლიკა, რომელიც 10 წლეულებია კონფლიქტშია ინდოეთთან, ისრაელისა და ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ახლო მოკავშირესთან. პაკისტანი არის ქვეყანა, რომელმაც გენოციდი მოაწყო ბენგალელი ხალხის წინააღმდეგ, რაზეც როგორც ჩანს, არც ერთი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არ ზრუნავს. მათ შეიფარეს ოსამა ბინ ლადენი, რაც როგორც ჩანს არავის აწუხებდა და თავადაც ებრძვიან შიდა კრიზისებს. და მაინც ეს არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს შუამავლობას ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ კონფლიქტში. შემდეგ თურქეთი, ქვეყანა, რომელიც ჩრდილოეთ კვიპროსს იკავებს. ის ძალით აკონტროლებს ქურთულ რეგიონებს და კვლავ უარყოფს სომეხთა გენოციდს, რომელიც მათ ჩაიდინეს. და ახლა ისინი ისრაელს მორალზე ლექციებს უკითხავენ და გვემუქრებიან შემოჭრით. ეს არის მთავრობა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ისლამიზაციას ახორციელებს, ხოლო უცხოეთში ადამიანეთის უფლებებზე საუბრობს. ეს თვალთმარცობა უბრალოდ გასაოცარია. და ბოლოს, საფრანგეთი. პრეზიდენტი მაკრონი არაერთხელ დაპირისპირდა ისრაელთან და ისრაელთან და თვით შეერთებულ შტატებთანაც კი, თუმცა ახლა საფრანგეთი ლიბანში ცენტრალურ როლს ითხოვს. მაგრამ ლიდერს, რომელიც აწესებს იარაღის ემბარგოს, ბლოკავს სამხედრო მომარაგების ფრენებს და მთლიანად გმობს ისრაელის ოპერაციებს, არ შეუძლია ელოდოს, რომ მას ნეიტრალურ შუამავლად მიიღებენ. ხოლოდ რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა უარი თქვა აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც ისრაელში თვირთს ეზიდებოდნენ თავისი საჰაერო სივრცის გადაკვეთაზე. ეს არ არის იმ ქვეყნის ქცევა, რომელიც თავს სამართლიან შუამავლად წარმოაჩენს. და საფრანგეთის საქმიანობა ლიბანში თავისთავად მეტყველებს. საფრანგეთის UNIFIL-ის ძალების მეთვალყურეობის ქვეშ, ჰეზბოლას არსენალი მეორე ლიბანის ომის შემდეგ 15000 რაკეტიდან დღეს 100,000-მდე გაიზარდა. მათ შორის დრონები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. 10 ჯერ გაიზარდა იმ ძალის თვალწინ, რომელიც ახლა მოლაპარაკებების ხელმძღვანელობას ითხოვს. ისრაელი კომენტატორი ამირ ვიტმანი საინტერესო შეხედულებას გამოთქვამდა საფრანგეთთან არსებულ სიტუაციაზე. ვიტმანი აღნიშნავს, რომ ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს ლიბანში 250-ზე მეტი ჰეზბოლას ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ფაქტობრივად, უდანაშაულო სამოქალაქო პირები თითქმის არ დაზარალებულა. და მსხვერპთა შორის ჰეზბოლას წევრების პროცენტული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად 80%-ზე მეტი იყო. ყველა ოპერაციული სტანდარტით ეს იყო განსაკუთრებული წარმატება სამოქალაქო დანაკარგების შეზღუდვაში. თუმცა ევროპის მედიის დიდი ნაწილი ამას ისე წარმოაჩენდა, თითქოს ისრაელი უდანაშაულოებს დაესხა თავს. და საფრანგეთის პრეზიდენტმა, როგორც ის წერს, ეს წარმოდგენა გაიმეორა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები იცოდა. ვიკმანი ამტკიცებდა, რომ ეს შეცდომა არ ყოფილა. ეს იყო განზრახ დამახინჯება, რომელიც ევროპის მთავარ მედია საშუალებებში არაერთხელ განმეორდა. საფრანგეთს ერთი ამოცანა ჰქონდა: ნდობის შექმნა. ამის ნაცვლად დილით იარაღის მიწოდება დაბლოკა. შუა დღეს ისრაელის ქმედებები არასწორად წარმოაჩინა, ხოლო საღამოს შუამავლობა ითხოვა. ზოგი ითხოვდა, რა თქმა უნდა, არა მე, რომ ეს არის ბოროტად გამოყენებული მეუღლის სინდრომის ნათელი მაგალითი. და ეს მაბრუნებს ჩემს შესავალ განცხადებასთან. უფრო ღრმა საკითხი ის, რაც აერთიანებს ყველაფერს, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ირანის მანევრები, ჰეზბოლას ესკალაცია, პაკისტანის, თურქეთისა და საფრანგეთის დიპლომატიური ფარისევლობა და ევროპიდან მომავალი ზეწოლა.
ამ ყველაფრის უკან დგას ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება დასავლეთის შესახებ დღეს, რაზეც ადრე უკვე მიმითითებია. ისრაელი იბრძვის როგორც ერი, რომელიც გულშია დაჭრილი. ერი, რომელმაც ნახა მშობლებისა და ჩვილების მკვლელობა, ქალებზე ძალადობა, ოჯახების განადგურება. და პასუხად ისრაელი ლომების ერად იქცა. ერი, რომელიც ძრწოლას გრისმტრებს, რომელიც მიისწრაფვის გადამწყვეტი გამარჯვებისკენ, რომელიც მორალურ სიცხადეს სლოგანად კი არა, არამედ რეალურ ცხოვრებად აღიქვამს. ერი, რომლის მტრებიც თავზე ქრიშის საათით ცხოვრობენ, რადგან ისრაელში ყოველი ჩვეულებრივი დღე კიდევ ერთი თავია ომის ისტორიაში, რომელიც რეალურ დროში იწერება. და რა არის ამ ძალის არსი? ეს არის ჩვენი მზადყოფნა, დავტოვოთ მთელი ცხოვრება, ჩვენი ოჯახები, სამუშაო, კომფორტი, ჩავიცვათ უნიფორმა, ავიღოთ იარაღი და ვიყოთ მზად ყველაფერი შევწიროთ. ეს არის უნარი მტერს თავისი სახელით მივმართოთ. დაუბრუნდეთ თავდაცვის, გამარჯვების, პოზიციების შენარჩუნებისა და სამშობლოს დაცვის ძირითად ცნებებს. ეს არის უნარი, გააგრძელო გზა მაშინაც კი, როცა დღეები კვირებად იქცევა, კვირები თვეებად და თვეებად და თვეები წლებად. როცა ბავშვები იზრდებიან, როცა მამები სახლში არ არიან, როცა ბიზნესები ინგრევა, რადგან მფლობელები მორიგეობაზე არიან. და მაინც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, სანამ მისია არ დასრულდება. ეს არის ის, რაც დასავლეთს აღარ ესმის, რადგან დღეს არც ერთი დასავლური ქვეყანა აღარ არის მზად, რომ ჩადოს იმდენი ძალისხმევა, გაიღოს ეს მსხვერპლი ან აიტანოს ის ხარჯები, რასაც ნამდვილი ომი მოითხოვს. მიმდინარე კონფლიქტმა ირანთან ეს მტკივნეულად ნათელი გახადა. ინდივიდუალიზმის ათწლეულებმა დასავლეთში შექმნა თაობა, რომელიც ვერ ან სურს ემსახუროს, იბრძოლოს ან დაიცვას საკუთარი ქვეყანა. ბევრს დავიწყებული აქვს, როგორი ჩანს ომი, დავიწყებული აქვს, რომ მსოფლიო არ არის ის უსაფრთხო და სტაბილური ადგილი, როგორიც ბავშვობაში წარმოედგინათ. შეხედეთ ახალგაზრდობას ევროპაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში და ოდესღაც დიდ ბრიტანეთშიც, აგრეთვე ავსტრალიასა და კანადაში. შეუძლია კი ვინმეს ნამდვილად წარმოიდგინოს ისინი ფორმაში, სიცოცხლის რისკის ფასად, ტანკების მართვისას, ქალაქში ბრძოლისათვის ვარჯიშისას, ან სარაკეტო ცეცხლის ქვეშ თავშესაფრებისკენ გაქცევისას. სხვაობა აშკარაა. კომფორტულ დასავლეთში ომი შორეული წარსულის ამბავია, რაღაც რაც ისტორიის წიგნებს ეკუთვნის და არა მათ რეალობას. თუნდაც ამერიკაში, სადაც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მოხალისე არმია, პრეზიდენტს მუდმივად უწევს პოლიტიკური ბრძოლების წაღება მედიასთან, საზოგადოებრივ აზრთან და უბრალოდ ირანში ოპერაციის გასამართლებლად. დასავლეთი ჰუმანურად იბრძვის და ტოტალურ ომს არ აწარმოებს. და სწორედ ამიტომ გამარჯვებებს 10-ჯერ მეტი დრო სჭირდება. ამიტომ არსებობს ცეცხლის შეწყვეტა, პაუზები, ჰუმანიტარული დერეფნები. დასავლეთს სიმართლის ატანა არ შეუძლია. როგორც ხედავთ, საქმე მხოლოდ ირანს არ ეხება. საუბარი მხოლოდ ლიბანსაც არ ეხება. საუბარი არც მხოლოდ ისრაელს ეხება, ეს დასავლეთს ეხება. და დასავლეთი მთელი თავისი ძალით, სიმდიდრითა და ინსტიტუტებით, რატომღაც მაინც ვერ ახერხებს თავის დაცვას. დასავლეთი, რომელიც აგრესიის წინაშე ხოკმანობს, თავის მოკავშირეებს ეჭვქვეშ აყენებს, სხვებს მორალზე უტარებს ლექციებს, იმავდროულად კი ძალას აძლევს წარუმატებელ და უბედურ დიქტატურებს, რომლებიც ღიად ცდილობენ მის დასუსტებას. პარადოქსი საოცარია. ის ქვეყნები, რომლებიც საკუთარ დაცვაში ხოხმანობენ, ყველაზე სწრაფად გმობენ მათ, ვინც ამას აკეთებს. და იმისთვის, რომ თავიანთ ცარიელ ცხოვრებას მნიშვნელობა შესძინონ, ამ დასავლურ ქვეყნებში ბევრი ადამიანი სოციალურ საკითხებს ეძებს, რათა საკუთარი მორალური უპირატესობა წარმოაჩინონ. ამინდი ისე ცუდად არ არის, როგორც გვაფრთხილებდნენ. ამიტომ სოციალური სამართლიანობის უძლური დიქტატორები ყურადღებას ისრაელზე ამახვილებენ. არაფერი ასახავს ამ წინააღმდეგობას უფრო ნათლად, ვიდრე ის, რასაც ეხლა ვხედავთ. ახალი ფლოტილია ღაზისკენ მიემართება. ფლოტილია, რომელიც შედგება აქტივისტებისგან, რომლებიც იმ ქვეყნებიდან მოდიან, რომლებიც უარს ამბობენ საკუთარი საფრთხეების დაპირისპირებაზე, უკუაგდებენ ომის იდეას და თავს არიდებენ საკუთარი უსაფრთხოების პასუხისგებლობას. თუმცა ისინი როგორღაც პოულობენ უსაზღვრო ენერგიას, რომ დაუპირისპირდნენ ისრაელს, გააკრიტიკონ ისრაელი და შეგნებულად და ენთუზიაზმით მხარი დაუჭირონ ორგანიზაციებს, რომლებიც მანიპულირებენ, ატყუებენ და იყენებენ ჰუმანიტარულ ენას საკუთარი მიზნებისთვის. 29 ნავი, რომლებშიც 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ბარსელონადან გავიდა, ხომ მხოლოდ დამატებითი ხომალდები და მონაწილეები გზაზე მდებარე პორტებში შეუერთდნენ კონვოის. ორგანიზატორების თქმით, მოსალოდნელია, რომ ფლოტილია გაიზრდება 80-ზე მეტ ნავამდე და დაახლოებით 1000 მონაწილემდე.
გლობალური სუმუდის ფლოტილია აერთიანებს აქტივისტებს, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებსა და საერთაშორისო მხარდამჭერებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათი მიზანი არა უშუალოდ დახმარების მიწოდებაა, არამედ იმ შეზღუდვების გაპროტესტებაა, რომლებმაც მათი თქმით, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ხელი შეუშალა ღაზაში მუშაობაში. და საბოლოოდ გასაგებია, რატო გადაწყვეტდნენ ისინი ამ წამოწყებაში მონაწილეობას, როცა ხედავ იმ პირობებს, რომელშიც ღაზას მოსახლეობა იმყოფება. შიმშილი, როგორც ამ ვიდეოში ხედავთ, და საიტებზე გაზიარებული საშინელებები, ასევე სამედიცინო პერსონალზე არსებული ტვირთი. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მათ მოვლენების გაყალბება უწევთ. და როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია სოციალურ მედიაში. არაბები ამას არ მალავენ. მიუხედავად ამისა, სოციალური სამართლიანობის ვითომ დამცველები ტყუილის გავრცელებას აგრძელებენ. ფლოტილია გზაშია, ყურადღება გამახვილებულია ღაზაზე და ტანჯვაზე, მაშინ როცა იქ მათი ცხოვრების რეალობას უარყოფენ. ეს არის ყოველდღიური სიცრუე, რომელიც ისტორიულ ტყუილზეა აგებული. ეხლა მე არ ვუარყოფ, რომ ღაზაში არის ტერიტორიები, რომლებიც განადგურებული. იყო ესეთი ტერიტორიები. ეს იყო ამ ომის აუცილებელი შედეგი. ისრაელმა უნდა დაშალოს ჰამასის სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელიც 20 წლის განმავლობაში აშენდა. ინფრასტრუქტურა, რომელიც განზრახ იყო ჩაშენებული სამოქალაქო უბნებში, სკოლებში, საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ კორპუსებში. თითქმის ყველა სახლში გვირაბებთან კავშირი იყო. ბავშვების ოთახებში კი იარაღის საწყობები. რომ აღარაფერი ვთქვათ ამ სახლებში აღმოჩენილ მაინ-კამფის ასლებზე. ისრაელმა უზრუნველყო, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა მათი უსაფრთხოებისთვის სხვა ტერიტორიებზე გადაეყვანათ. ეს არის რეალობა ადგილზე. მაგრამ ფლოტილიის აქტივისტები არასოდეს საუბრობენ იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება. ჰამასი უკვე თავიდან აშენებს თავის ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, სწორედ იმავე ტერიტორიებზე, სადაც მათი მშვიდობიანი მოსახლეობა გადაიყვანეს. იფიქრებით, რომ თუ ამ აქტივისტებს მართლა ზრუნავდათ ღაზას მოსახლეობაზე, ისინი გააფრთხილებდნენ მათ. არა კალბი გენოციდის პროპაგანდას ეწეოდნენ, არამედ ნამდვილად ზრუნავდნენ ამ ადამიანებზე. გააფრთხილებდნენ მათ, რა ხდება, როცა ჰამასი სამოქალაქო მოსახლეობაში იმალება. გააფრთხილებდნენ ან თუნდაც შეახსენებდნენ, როგორ მთავრდება ეს ციკლი ყოველ ჯერზე. მაგრამ არა, იმის ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ, რაც შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს, ურჩევნიათ გემის გემბანიდან მორალური უპირატესობა აჩვენონ. რადგან არაფერი არსებითი არ შეცვლილა. ეს კონფლიქტი აქ არაბებთან ოკუპაციაზე არასდროს ყოფილა. ეს არასდროს ყოფილა საზღვრებზე, ეს არასდროს ყოფილა ტერიტორიაზე. ეს ყოველთვის უფრო ღრმა რამეზე იყო. უარყოფა, აბსოლუტური უარყოფა ისლამის მხრიდან ნებისმიერი ხალხის მიმართ, ვინც მათ არ ემორჩილება. ისლამის მთელი კონცეფცია არის დაპყრობა და ურწმუნოთა კუფრის დამორჩილება. და შესაბამისად, ისტორიულად მათ ავიწროებდნენ ყველა უმცირესობას და ყველა არაისლამურ საზოგადოებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც დაიპყრეს არაბეთის ნახევარკუნძულის გარეთ. ისრაელის არსებობა და მით უმეტეს ისრაელის უნარი დაიცვას თავი ეწინააღმდეგება ამ სოფლმხედველობას. ეს ეწინააღმდეგება მას, ეს უარყოფს მას. ამიტომ შეიქმნა ნარატივი. ნარატივი, რომელიც ისეა შეფუთული, რომ დასავლეთის აუდიტორიას მოეწონოს. აუდიტორიას, რომელიც აღარ ესმის ომის, მსხვერპლის ან ერის დაცვის ფასის. და ეხლა ეს ნარატივი გამოიყენება მათ მანიპულირებისთვის. ამიტომ ფლოტილია ხდება სიმბოლო არა ჰუმანიტარული ზრუნვისა, არამედ უფრო ღრმა დასავლური დაბნეულობისა. დასავლეთი, რომელიც თავის დაცვას ერიდება, მაგრამ ენთუზიაზმით გმობს მათ, ვინც თავს იცავს. დასავლეთი, რომელიც რეალურ საფრთხეებს არ ეჭიდება, მაგრამ სწრაფად იკრავს გულში ისტორიებს, რომლებიც მის მორალურ ფანტაზიებს ერგება. და დასავლეთი კვლავ უარს ამბობს გაგებაზე. ბოლო 30 თვის განმავლობაში ღაზას საკითხი იქცა კარიბჭეთ, საბაბად, რომ მუსლიმი მიგრანტების ჯგუფები დასავლეთის ქალაქებში თქვენს ქუჩებში გამოსულიყვნენ. ის რაც დაიწყო როგორც ღაზას მხარდამჭერი დემონსტრაციები დასავლეთის ქალაქების ქუჩებში, სწრაფად გადაიქცა ბევრად უფრო ფართო მოვლენად, აქციებად, რომლებიც ისლამურ იდენტობაზე იყო ორიენტირებული, მოწოდებებად ერთიანი ისლამური ერისკენ და ღია მოწოდებებად ხალხის აჯანყებისკენ. ომი აქ დასრულდება, მაგრამ ის მობილიზაცია, რაც ამ მოძრაობებმა დასავლეთის დედაქალაქებში შექმნეს, ასე მარტივად არ გაქრება. და კითხვა, რომელიც დასავლეთმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას, მარტივია. როგორ ფიქრობთ, ვის მიმართ იქნება მიმართული ეს ენერგია შემდეგ? დიახ, ებრაელები ყოველთვის იქნებიან პირველი სამიზნე. ისტორიამ ეს არაერთხელ აჩვენა. მაგრამ ეს არასოდეს არის საბოლოო მიზანი. ეს მხოლოდ დასაწყისია. და ნამდვილი დაპირისპირება ყოველთვის უფრო ფართო საზოგადოებასთან არის. ყველასთან, ვინც არ იზიარებს მათ იდეოლოგიას, მათ სოფლმხედველობას ან მათ რელიგიურ ჩარჩოს. ისინი იწყებენ შაბათის ხალხით, მაგრამ შემდეგ გადავლენ იმათზე, ვისაც ისინი კვირის ხალხს უწოდებენ. და ეს ნიშნავს, რომ შემდეგი სამიზნე არის ურწმუნო, უცხო, სეკულარული დასავლელი, რომელიც ფიქრობს, რომ პლურალიზმი და ტოლერანტობა უნივერსალური ღირებულებებია. ასე არ არის.
და დასავლეთი ამას მწარე გამოცდილებით ისწავლის. საუკუნეების განმავლობაში ისლამური ექსპანსიონისტური ამბიციები ევროპაში ძალითა და არმიებით იკავებოდა. მაგრამ იმის გაცნობიერებით, რომ მათი სურვილი სამხედრო დაპყრობების მიმართ ევროპაში შეუძლებელია, გაჩნდა სხვა სტრატეგია: დემოგრაფიული, კულტურული და იდეოლოგიური. დასავლეთმა მათთვის კარი გააღო, მიგრაცია ახალი ფრონტი გახდა. და რწმენა რელიგიური დაპყრობის მიმართ არასდროს გამქრალა. ის უბრალოდ ადაპტირდა. რაც ახლა გვხდება, არის ხანგრძლივი პროცესის შედეგი. მობილიზებული, თავდაჯერებული, ენერგიული ისლამური მოძრაობა დასავლურ საზოგადოებებში. ისეთი, რომელმაც ისწავლა, როგორ გამოიყენოს დასავლური თავისუფლებები მიზნების მისაღწევად, რომლებიც არსებითად ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს. და დასავლეთი ამას ჯერ კიდევ ვერ ხედავს. ან კიდევ უარესი, ხედავს ამას, მაგრამ არჩევს, რომ არ მიაქციოს ყურადღება. იმიტომ, რომ აინახეთ ებრაელები. და რაც შეეხება ებრაელებს, ამ კვირაში ჩვენ ავნიშნეთ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე. და ყოველ წელს ეს გვაიძულებს თვალი გაუსწოროთ მტკივნეულ სიმართლეს. ყოველთვის არიან ისეთები ჩვენ შორისაც, ვინც ავიწყდება. ისენი, ვინც უგულებელყოფს ჩვენს ისტორიაში სისხლით დაწერილ გაკვეთილებს. ისენი, ვინც ჯერ კიდევ სჯერა, რომ მსოფლიო ებრაელებს იმავე წესებს უყენებს, რასაც ყველა სხვას, მაგრამ ყოველ დღე გვახსენებენ, რომ ასე არ არის. ეხლა ჩვენს ტელეფონებში, ტაბლეტებში, კომპიუტერის ეკრანებზე ყოველ დღე ვხედავთ მაგალითებს იმ ცდარი წარმოდგენების, ტყუილების, ცილისწამებებისა და გადაჭარბებების, რომლებიც ჩვენზე ვრცელდება და იმ სიამოვნებას, რომელსაც თაობები იღებდნენ ჩვენი დამცირებით. არავის ნამდვილად არ აინტერესებს სუსტები და დევნილები. მაშინ, როცა მსოფლიო იშვიათად იღებს რაიმე ნაბიჯს ჩაგრულთა დასახმარებლად, რატომღაც ყოველთვის პოულობს უსაზღვრო ენერგიას, როცა საქმე ებრაელების დაგმობას ეხება. ისენი ახალ გზებს პოულობენ, რომ გვდევნონ. და ნუ მეტყვით, რომ ისინი ღელავენ ღაზელებზე, არაბებზე, რომლებიც საკუთარ თავს პალესტინელებს უწოდებენ. თითქოს ეს შეჭირვებულთა მიმართ თანაგრძნობით ხდება. ესენი არ არიან დევნილი, დაჩაგრული უმცირესობები. ისინი არიან მილიარდიანი არაბული და ისლამური სამყაროს ნაწილი, რომელიც მილიონობით კვადრატულ მილზეა გადაჭიმული, უზარმაზარი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერილი და იმავე ინტერესების მიერ დაფინანსებული მედიის საშუალებებით გაძლიერებული. ისინი იქცნენ იარაღად იმ ძალებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაასუსტონ დასავლეთი და შიგნიდან არასტაბილური გახადონ შეერთებული შტატები. და ისრაელი მათ გზაზე დგას. ძლიერი, მიზანდასახული და უნარიანი ისრაელი, რომელიც არ შეესაბამება იმ 2000 სლოვან წარმოდგენასა და ნარატივს. მათ ყველაფერი სცადეს, რომ დაეშალათ ჩვენი თავდაცვის უნარი. მათ საერთაშორისო სამართალი იარაღად აქციეს, აწყობენ დისკრედიტაციის კამპანიებს მიკერძოებული მედიის გაშუქებით. მათ ცილისწამებას ფაქტად წარმოაჩენენ, შემდეგ კი მას არასამთავრობო ორგანიზაციებითა და საერთაშორისო სტრუქტურებით ლეგიტიმაციას აძლევენ. ამას ახლა ემატება ქრისტიანული თეოლოგიური მტკულობის აღორძინება ებრაელების მიმართ, რაც სწრაფად ვრცელდება სოციალურ მედიაში. ამ კრიტიკოსებისთვის ებრაელების დაბრუნების ფაქტი ეწინააღმდეგება მათ რელიგიურ რწმენებს და აიძულებს სრულად უარყონ ისრაელის სახელმწიფოს ლეგიტიმურობა. ამგვარად მსოფლიოში უძველესი სიძულვილი კვლავ თავს იჩენს, გადახალისებული, ახალ მიზნებზე მორგებული და კვლავ გამოყენებული იმისთვის, რომ აღძრას, გააქტიუროს და გაამწვავოს სიტუაცია. რადგან ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებიან იმას, რომ ებრაელი ხალხი აღარ არის უმწეო, აღარ არის უსახელმწიფო და აღარ არის სხვების ნებაზე დამოკიდებული. ისინი ჩვენზე წამოვიდნენ 7 ოქტომბერს. მათ იზეიმეს ის, რასაც ჩვენი დაღუპვა ეგონათ. ეს იყო მათი გეგმა. ხოლო ამჯერად ებრაელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა. ამჯერად ჩვენზე თავდასხმას თავისი ფასი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ისრაელი 2000 წელს ლიბანიდან გავიდა, კიდევ ერთი ტერიტორიული დათმობა მშვიდობის მიღწევის იმედი. ჰეზბოლას იმდროინდელი ლიდერი ჰასან ნასრალა ბინ-შებაილის სტადიონზე დადგა და გამოაცხადა, რომ ისრაელი არაფერია გარდა ობობის ქსელებისა, სუსტი და დასაქცევად მზად. მისი ორგანიზაცია 7 ოქტომბრის თავდასხმაში ჩაერთო. ის მკაცრად მოსაუბრე ნასრალა 2024 წლის სექტემბერში იმავე ობობის ქსელების საჰაერო ძალებმა მოკლეს. და სტადიონი, სადაც მან ის სიტყვა წარმოთქვა, დღეს ნანგრევებადაა აქცეული. აი ეს ემართებათ მათ, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ებრაელები ისევ ის სუსტი და დაუცველი ხალხია, რომელსაც ოდესღაც აწამებდნენ. რადგან ეხლა ჩვენ სახლში ვართ. დიახ, იმ მიწაზე, რომელიც ჩვენთვის 3000 წლის წინ იქნა დაპირებული. დიახ, ეკონომიკით და წარმოუდგენელი ძალითა და შესაძლებლობებით. დიახ, რეგიონული და ახლა უკვე გლობალური გავლენითაც. შესაძლებლობითა და ნებით, რომ გავანადგუროთ ნებისმიერი საფრთხე, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ წამოიჭრება, არა შურისძიების გამო,
არამედ იმის ცოდნით, თუ რა ზუსტად დაგვემართება თუ ამას არ გავაკეთებთ. ასე რომ დიახ, შეეგუეთ ამას. გადაიტანეთ ეს. და შემდეგ ღრმად ჩაისუნთქეთ და გახსენით ციგნი. არა მხოლოდ წასაკითხად, არამედ მოსასმენადაც. არჩეული ყოფნა არასდროს იყო მარტივი. ეს არასდროს იყო კომფორტული. ეს იმისთვის იყო გამიზნული, რომ სამყაროში მიგვეტანა გზავნილი, ღმერთის გზავნილი, სამართლიანობის გზავნილი, მორალის გზავნილი, ადამიანის ღირსების გზავნილი. ეს იყო გზავნილი, რომელსაც თაობები ვატარებდით, ხშირად აუტანელ ფასად. მაგრამ ჩვენ გავაგრძელეთ, რადგან გვესმოდა. ქრისტიანები, რომლებიც წმინდა წერილს სერიოზულად ეკიდებიან, ხშირად გრძნობენ ღრმა და ნამდვილ სიახლოვეს ებრაელ ხალხთან. ისინი თაყვანს სცემენ იმავე აბრაამის, ისააკის და იაკობის ღმერთს. ისინი სცემენ პატივს მის სიტყვას, როგორც ჩვენ. და ბევრს მათგან მტკიცედ სწამს, რომ ისრაელისა და ებრაელი ხალხის გვერდით დგომა საფრთხის დროს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური პოზიცია. ეს არის სულიერი პასუხისმგებლობა. ესეთ მომენტებში ეს კავშირი ხილული, რეალური და ღრმად მნიშვნელოვანი ხდება. როგორც ვთქვი, ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის მოусმინოთ, გავიგოთ და ვირწმუნოთ. და ეს რწმენა, ეს მშვიდი, ჯიუტი, დაუმარცხებელი რწმენა არის ის, რამაც ჩვენი ხალხი თითქმის უსასრულო ხნის განმავლობაში გამოატარა. არა გამარჯვებები მათზე, ვინც ჩვენს განადგურებას ცდილობდა, არამედ შინაგანი ძალა, რომელმაც სიკვდილზე უარი თქვა. როცა უსმენ ჰოლოკოსტის გადარჩენილებს, როგორ ყვებიან თავიანთ ისტორიებს, შენ ხედავ ძალიან საინტერესო რამეს. მათი ყურადღება არ არის იმ ბოროტებაზე, რაც მათ გაუკეთეს. ყურადღება გამახვილებულია მათ გამძლეობაზე, მათ უარზე, რომ ბოროტებას არ მისცენ უფლება გაანადგუროს ისინი. ისინი ყურადღებას ამახვილებენ თავიანთ ოჯახებზე, შვილებზე, შვილიშვილებზე და ახლა უკვე შვილთა შვილებზე. ისინი, ვინც სამი თაობის შემდეგ სიცოცხლითა და სიცილით ავსებენ თავიანთ სახლებს. ისინი ამაყობენ თავიანთი რიცხვებით, არა იმით, რომელიც ნაცისტებმა მათ ხელებზე ამოაწვეს, არამედ იმით, რომელიც მათ გულებში ანათებს, ოჯახის ხის ხოველი ახალი ტოტით. და ისინი ყვავიან მიწაზე, რომელიც საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ მხოლოდ სიბნელეში ნანახი ოცნება იყო. და დღესაც კი, ყველაფრის შემდეგ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ჩვენს კავშირს, ჩვენს რწმენასთან, ჩვენს ისტორიასთან და ჩვენს მიწასთან. ისინი ამტკიცებენ, რომ ჩვენ არ ვართ სინაის მთასთან მდგომი ადამიანების შთამომავლები, არ ვართ ამ მიწაზე მოსიარული ადამიანების მემკვიდრეები, არ ვართ ის ხალხი, ვისი სახელიც ამ მიწის თითოეულ ქვას აწერია. ისევ იმავე ხმები, რომლებიც გვდევნიდნენ იმის გამო, რომ ებრაელები ვართ, ახლა ამტკიცებენ, რომ საერთოდ არ ვართ ებრაელები. ისევ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს იდენტობას გვდევნიდნენ, ახლა ამ იდენტობას უარყოფენ, როგორც კი ამაყად დაუდგებით. და გარკვეულწილად ისინი აბსოლუტურად მართალნი არიან. ჩვენ ვერ დავადანაშაულებთ მათ. ჩვენ აღარ ვართ ის ებრაელები, რომლებიც მათ ახსოვთ. ჩვენ აღარ ვართ ის გაფანტული, უძლური, უსახელმწიფო ხალხი, რომლის წამებაც მათ ჩვევად ექცათ. ჩვენ ვართ ებრაელი ხალხი ისეთი, როგორებიც ვიყავით მაშინ, როცა ჩვენ სამშობლოში ვყვავილობდით, ფესვგადმული, თავდაჯერებული, ძლიერი, შემოქმედებითი და ერთიანი. ჩვენ არამხოლოდ სამშობლოში დავბრუნდით, ჩვენ საკუთარ თავთანაც დავბრუნდით. ამიტომ ბრალდებები, რომლებსაც ჩვენზე ისვრიან, რიან, არაფერია თუ არა ქარში ჩურჩული, იმ სამყაროს ექო, რომელიც აღარ არსებობს, ცარიელი ხმები წარსული დროიდან. რადგან ჩვენ აქ ვართ, ჩვენ გაუნთლიანდით და სახლში ვართ. და ამ კვირაში ჩვენ ამას ვიზეიმებთ და დავაფასებთ დამოუკიდებლობის 68 წელს. 68 წელი ჩვენს უძველეს სამშობლოში, სასწაულებრივი დაბრუნებიდან, უნიკალური მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის გვჯეროდა და ყოველთვის გვეყოლება რწმენა. ისრაელის ხალხი სოცხლობს. მე ვარ დანიელ სიმანი, გმადლობთ და შემომიერვთით კვლავ აქ Straight Up-ზე JNS TV სტუდიებიდან, იერუსალიმში, ისრაელში.